გამარჯობათ, მინდა გესაუბროთ ებრაელების ავტონომიურ ობლასტზე, იმიტომ რომ ესე ქვია ზუსტად. ეს არ არის არც რესპუბლიკა, არც ოლქი, ეს არის ობლასტი. ხო. და ეს გამოგადგება თქვენ პოლიტიკური აზროვნებისთვის. ეხლა 1934 წელს 7 მაისს შექმნა სტალინმა და რატო იყო ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ებრაელებს არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიოში აქვთ გარკვეული მნიშვნელოვანი როლი, გინდა სახელმწიფოს წარმოქმნაში, გინდა რა ვიცი, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მეცნიერებაში და ასე შემდეგ. როდესაც ტროცკის ესე იგი ტროცკის იდეა ხომ იყო, რომ სოფლიო რევოლუცია და სტალინის იდეა იყო რევოლუცია, სოციალისტური რევოლუცია ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში. და ამან უფრო გაიმარჯვა, იმიტომ რომ სტალინმა ესე იგი დაეყრდნო ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად რუსებს და ასე შემდეგ ყველა, ესე იგი რუსეთის იმპერიას, მთელი რუსეთის იმპერიის მოსახლეობას და როდესაც ამ ყველაფერში ებრაელები იღებდნენ დიდ მონაწილეობას, მნიშვნელოვან მონაწილეობას, ჩნდებოდა საკითხი, რომ ვინ არიან ისინი ებრაელები და რატომ უნდა მიიღონ მაგალითად ებრაელებმა საბჭოთა კავშირის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი, თუ ისინი საერთოდ არ არიან ამ სივრცის, ასე ვთქვათ, ნაწილი. და ამიტომ სტალინმა ეს შექმნა ესეთი ობლასტი, ისე ტერიტორიაზე, სადაც დაუშვათ არავის რაღაც ისეთი განსაკუთრებული პრეტენზია არ ექნებოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ებრაელებიც ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში. ეს შექმნა მხოლოდ ამიტომ. და ეს რატო არის თქვენი პოლიტიკური აზროვნებისთვის იცით მნიშვნელოვანი? მაგალითად სტალინს რო უნდოდა საქართველოს შემადგენლობაში, საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში შეეყვანა, საქართველოს შემადგენლობაში მეთქი ენა მიყევლა. ხო, ეს იმიტომ უნდოდა სტალინს, რომ ის იყო გენიოსი ადამიანი და მან იცოდა, რომ თუ საქართველოს შევიდოდა რუსეთის შემადგენლობაში, მაშინ საქართველოს და ქართველების როლი რუსეთის იმპერიაში, საბჭოთა იმპერიაში, საბჭოთა კავშირში, კრემლში იქნებოდა მნიშვნელოვანი და იქნებოდა ასე ვთქვათ, მყარად. ურყევ-პოზიტივი, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტყოდა რუსეთში, რომ აი რა საკეთებენ დაუშვათ ქართველები კრემლში. ხო, სტალინს რო მოეძებნა თავისი მემკვიდრედ ისე ვიღაც ქართველი დაუშვათ, ამ გვარდგადაკეთებული ქართველი, ხო? ეხლა რამდენი არის რუსეთში კრემლში დღესდღეობით გვარდგადაკეთებულები, რომლებიც მართავენ რუსეთს, ხო? მე მგონი რუსი საერთოდ არ არის რუსეთის ხელმძღვანელობაში და აი სტალინს უნდოდა ეს გაეკეთებია, რომ ქართველებისთვის მიეცა რეალური მართლობის ბერკეტები. და ეს იმიტომ რომ მან იცოდა როგორ იმართებოდა სახელმწიფო. იმიტომ რომ სოფლიო ტენდენცია, სოფლიო მართველი წრეები, ელიტები ძირითადად ესია მიჩნეული, აი რომ დაუკვირდეთ, არა აბორიგენული მოსახლეობა ხდება ამ ტერიტორიის მართველი, ხო? და ამას ეწყობა ხელი. ერთი ეს სოციუმის კანონიც არის, იმიტომ რაც უფრო მცირეა რაღაც ჯგუფი, მით უფრო ურთიერთ შეკავშირებულია და ურთიერთ მეგობრულია და ის ერთმანეთს ასე ვთქვათ მხარს უჭერენ ხელისუფლებაში თუ მიდიან, ერთად მიდიან. და ეს პრინციპები სტალინმა იცოდა და ამიტომ უნდოდა რომ საქართველოს შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში, რომ სხვებს არ ეთქვათ, რომ აი რას აკეთებენ დაუშვათ ქართველები კრემლში. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები და კონსტიტუცია საერთოდ სხვა თემაა და იქ საერთოდ ეწერა, რომ ყველას შეუძლია რომ გავიდესო. და ანუ მყარი პოზიცია, აი მყარ ნიადაგზე რომ ყოფილიყვნენ ქართველები, იმისათვის უნდოდა სტალინს რომ საქართველოს შესულიყო რუსეთის შემადგენლობაში და
ასევე სოციუმის კანონებით, რომ საქართველო რომ იქნებოდა პატარა და მცირე რიცხოვანი დიდი რუსეთის შემადგენლობაში, იქნებოდა უფრო ურთიერთშეკავშირებული, ურთიერთმეგობრული და უფრო ერთმუშტად შეკრული, ვიდრე დაუშვათ როგორც ცალკე რესპუბლიკა და მერე პირიქით საქართველო გამختارიყო ის ობიექტი, სადაც რაღაც სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ანუ გესმით, ანუ საქართველო დამოუკიდებელი საქართველო არის იმ საშიშროების წინაშე, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფები მოვიდნენ ხელისუფლებაში. და თუ საქართველო იქნებოდა და ქართველიერი სხვა დიდ სახელმწიფოში, მაშინ თვითონ საქართველო გახდებოდა ამ დიდი სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, სათავეში. და ის ენამ რომ ეხილა თავიდან საქართველოს შეერთებია რუსეთიო, ნუ ეგ ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ქართველები რუს ხალხთან ერთად აი ძმურ ოჯახში იკავებდნენ კიდევაც, მაშინაც კი იკავებდნენ, მაგრამ უფრო მეტად დაიკავებდნენ თავის ღირსეულ ადგილს. რუსეთის შემადგენლობაში იქნებოდა ეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში თუ რა ნებისმიერ რაიმე გაერთიანებაში. აი ამიტომ შეიქმნა ებრაელების ავტონომიური ობლასტი, რომ ებრაელებს ქონოდათ კრემლში ყოფნის ლეგიტიმური საფუძველი.